ქუჩაში მდგომი აქტივისტების ნაწილისთვისაც ტრამპი ბოლო იმედია. მათთვის ვაშინგტონიდან მიღებული ნებისმიერი დოკუმენტი იქნება ეს მეგობარი აქტი თუ მორიგი განცხადება ქვეყნის ხსნის ერთადერთ რეცეპტად იქცა. დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც გენოციდის თანამონაწილე პოლიტიკოს მფარველად იხმობს, საკუთარ ლეგიტიმაციას თავადვე აზიანებს. ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური პრობლემა, ეს პრაქტიკული კატასტროფაა. ის, ვინც გარედან უყურებს ამ პროტესტს, იქნება ეს პალესტინელი, ირანელი, ფრანგი თუ ამერიკელი, ხედავს არა დემოკრატიის დამცველს, არამედ ადამიანებს, რომლებიც ავტოკრატს სთხოვენ დახმარებას. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს, ავტორიტარიზმის, გენოციდისა და რეპრესიების წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სახე და შემოქმედიც დონალდ ტრამპია, საქართველოს ქუჩებში ტრამპის პლაკატებით და ისრაელის დროშებით სიარული არა უბრალოდ შეცდომა, არამედ დემოკრატიული საერთაშორისო სოლიდარობისგან თვითიზოლაცია. ეს არის იმ ადამიანებთან გაუცხოება, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის თავიანთ ქვეყნებში. საბოლოოდ კი ეს არის გზა პროტესტის მარგინალიზაციისკენ.